გეტყვით რამ დამარტყა და რამ მიგბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაში არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურა ხართ თქვენ. განაცხადა ალეკო ელისაშვილმა მის სასამართლო პროცესზე. ვინმეს მოკლა რომ დომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ ცოცხალი არ იქნებოდა. კარგად ფლობ იარაღს. აღტაცებული ვარ მანდატურის გამბედაობით და სიმამაცით. ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა. მოვიგერიე, მოვერიე კიდეც ფიზიკურად. მინდოდა თავი დამეღწია. მივხვდი რომ ერთი არ იქნებოდა, სხვები მოვიდოდნენ. ვერაფრით მოვიშორე, ტკიპასავით ჩამაფრინდა. ყოჩახ, სიჩაუქეს ვეძახით. ჯერ კაცი ვარ ადამიანი, მერე ტერორისტი. იცინის. უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის საკიდება. მივედი დილაუთენია 5 საათზე. უამრავი გზა გავიარე. ჩემს ოჯახს ვუთხარი რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მეყვართ თევზაობა. მოვიკიდე ჩანთა და გეგმა მქონდა. ვეღარ ვიტევდი უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით. მე თვითონ ნახე პოლიციელი, რომელსაც სიამოვნებდა სისხლები რომ დიოდა და პოლიტიკურ დებატებში შემოვიდა. ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამიშავებია. არც არსად შევჭრილ ვარ, არც შუშა ჩამიმტრევია. 1 საათი ვამტრობდი შუშას. ხან რა ავაძრე, ხან რას. ღობიდან გადავწერი. ვიჯექი და ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა. მერე ჩემ თავზე გავბრაზდი. როგორ უნდა შემეშინდეს, უკან როგორ დავიხიო. ეტირება. შემულაწუნება მინდოდა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩით კაცები, რომ არ ვეგუებით უსამართლობას და არ შევეგუებით. კაბურაში იარაღი მქონდა. ტარების უფლება მაქვს და წამოვიღე იმიტომ, რომ ისეთი მარშრუტი გამოვიარე, შეიძლება ტურებს შევეჭამე გზაში. პირდაპირ ვამბობ ამას. ვინმეზე თავდასხმა რომ დომოდა, ცოცხალი არავინ დარჩებოდა. მოგერიება მინდოდა. იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა. გამოყენებას არ ვაპირებდი. პატივისცემას ვუდასტურებ მანდატურებს. ერთმა განსაკუთრებით მაგრად მცემა. არ ვამტყუნებ. თავის საქმეს აკეთებდა და თავის ტერიტორიას იცავდა. ნეტავ თავის საქმეს აკეთებდნენ და არა იმას, რასაც ყოველდღე ვუყურებთ სასამართლოს დარბაზებში. ჩემებს მინდა ბოდიში მოუხადო. ასეთი ვარ. 1 წელია სული მეხუთება უსამართლობისგან. ტირის. ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა. ირაკლი კუპრაძეს თუ ფიქრობთ რომ საერთო საქმე დავაზიანე ბოდიში. ეს განზრახვა არ მქონია ნამდვილად. ერთი პოლიციელი მეკაიფებოდა, რომ ტონობით ფული მომცა ხაზარაძემ. მერე მოვიდნენ ჭხრეკაზე. ნახეს როგორ ვცხოვრობ. ერთადერთხელ ვთხოვე ფული და ისიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ბოლომდე ცეცხლი უსამართლობას. განაცხადა ალეკო ელისაშვილმა მის სასამართლო პროცესზე. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის მიხედვით ალეკო ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.